გასხოვსა მინდა ბატონო ახას და ყველა თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო და მოვახსენო იმ პირობებისთვის, აპირობებიც დაგვდა აქ. ნამდვილად შეუულია თითოეულ მათგანს რომ სპორტით დაკავდეს, საუცხოო პირობები აქვს და ხედავთ რომ სპორტის სიყვარულით განსაკუთრებით გამოირჩევიან. ასევე მადლობა კალათბურთის ფედერაციას, ეს კარგი მეგობრული თამაშის ინიციატორები იყვნენ. ჩვენ რეგულარულად ვაპირებთ აუცილებლად ამ სხვადასხვა სპორტის სახეობაში მსგავსი შეჯიბრებები მოვაწყოთ და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის სპორტის სიყვარული დარწმუნებული ვარ ამ ადამიანებს შემდგომში როცა ოჯახს ჩვეულებრივი ცხოვრების წესს დაუბრუნდებიან ეს გავყვებათ და მათ შორის ჩვენ მივცემთ ჩანს იმისას რომ გადამზადება აიარონ სპეციალური და სპორტში დაკავდნენ, იმიტომ რომ სპორტის სიყვარული არის მთავარი განსაზღვრელი თითოეულ შეთაგანისთვის და ყველას უნდა მიეცეს შანსი იმისა რომ დააკავდეს ჯანსაღი ცხოვრების წესით და ემსახურონ ქართულ სპორტს. დღეს ჩვენ დაწესებულებას ესტუმნენ კალათბურთის ფედერაციიდან, სპორტის სამინისტროდან, თავად მინისტრი ეწვია დაწესებულებას და ქონდა ამხანაგური მატჩი კალათბურთში. ჩვენი დაწესებულების ბენეფიციარები თამაშობდნენ და კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ნახეთ როგორც მიმდინარეობდა მატჩი და მე ვფიქრობ რომ ასეთი ტიპის პროგრამები რა თქმა უნდა ხელს უწყობს რესოციალიზაციას ჩვენი პატიმრების. პირველ რიგში მოხარული ვარ რომ ამბობთ ამ დაწესებულებაში პირობები არის ძალიან კარგი კალათბურთის სავარჯიშოდ საერთოდ პატიმრებისთვის ძალიან კარგი პირობებია იმისათვის რომ დაისვენონ, იშრომონ, ისწავლონ და ასე შემდეგ ეზიარონ სხვადასხვა მეცნიერებას და რა თქმა უნდა სასიამოვნო იყო მათთან საუბარი გავაცანით თანამედროვე ქართული კალათბურთის ამოცანები და მიზნები, ასევე გავეცი ძალიან ბევრ კითხვას პასუხი და ძალიან კარგი კონტაქტი შედგა. შემდეგ შედგა მატჩი ადგილობრივ გუნდს და ფედერაციის თანამშრომლებს შორის და მინდა გითხრათ რომ იმდენად კარგად მომზადებულები აღმოჩნდა ადგილობრივი გუნდი, მათ დამსახურებულად გაიმარჯვეს. შემდეგი შეხვედრისათვის ალბათ გადავხედავთ შემადგენლობას და მოვამზადოთ სხვანაირად გუნდს. ჩვენ გვიხარია რომ აი ესეთი შეხვედრებით და ესეთი თამაშებით ხელს უწყობთ მეტ ჩართულობას ამ ადამიანების საზოგადოებასა და მათ სოციალიზაციას. კი, აქ ვარჯიშობთ აქტიურად, ყოველდღიურად გადმოვდივართ, ვარჯიშობთ ამ დილით საღამოს, გვაქვს საშუალება იმის რომ ვივარჯიშოთ და მე თუ მკითხავ აუცილებელიც არის რა, იმიტომ რომ სტიმული არის ჩვენთვის რომ უკეთესად ვითამაშოთ. დროის გაყვანის გარდა, სპორტიული აქტიურობა იქიდან გამომდინარე აქვს ჩვენსაც კარგი რომ ჯანმრთელ ცხოვრებას იგრძნობ. აქ ბევრი არის, მაგალითად, ვინც იყო ადრე წამალად დამოკიდებული. და მათთვის ჩემისადმი მაგარი სტიმული არის. იქიდან გამომდინარე რომ გარეთ როდესაც გავლენ, აქ უკვე ჯანმრთელობას როცა დაირეგულირებენ, გარეთ არ არის მაგის საშუალება. და აქ უკვე რავი, აქ მაგის საშუალება რომ ჯანმრთელი ცხოვრებით იცხოვრონ და იმედია გააგრძელებენ კიდევაც.